გადავდივართ შემდეგ რუბრიკაზე ოპონენტის კითხვა და ბოლოს გამოვიტანოთ დასკვნა ვინ გამოვიდა გამარჯვებული ამ დებატებიდან. ანიმ შეეკითხა ვადოს. მაგ ერთი ესეთი შეკითხვა რომ აი თვითონ რო გქონდეს ახლა შესაძლებლობა იმისი რომ წარმოიდგინე რომ აი ოპოზიციაში ხარ მთავარი ადამიანი რომელსაც შეგიძლია რომ ამ ოპოზიციურ სპექტრში შენს გადაწყვეტილებაზე კონკრეტულად იყვნენ დამოკიდებული კონკრეტული ოპოზიციური პარტიები. რა იქნებოდა ის მთავარი რასაც შენ ახლა გააკეთებდი იმისთვის რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და იმ კრიზისიდან რაშიც ახლა ვართ გამოვიდეთ. ვადომაც უპასუხა რომ სულ ხალხთან იდგებოდა და პირობითად დღეს რომ ოპოზიციის ლიდერები თითქმის არ ჩანან მიტინგებზე, ვადო ყოველ დღე გამოვიდოდა და კიდევ აი ის იდეოლოგია რაც აქვს ოპოზიციას რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ცუდად მიდის, არის არასწორი და ვადო ხალხს პირდაპირ სიმართლეს ეტყოდა. ნუ ეს ჩემი აზრით საკმაოდ ზედაპირული პასუხია. ამას ნებისმიერი პოლიტიკოსი იტყოდა. კარგით, მოდით გადავიდეთ ვადოს კითხვაზე. ის რა, მე მაქვს ესეც შეკითხვა თქვენთან, თვლით თუ არა, ну ალბათ პასუხი გქნება, მაგრამ მინდა რომ ჩავშალოთ ეს საკითხი. თუ პასუხი იცინეს რა რატომ მეკითხები? არა, მაგრამ მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე. თვლით თუ არა, რომ მთელი თავის აი ამ ისტორიით, ძველი სახეებით ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი შემაფერხებელი იმის, ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვალოს. ანუ თვლით თუ არა, რომ ოცნებას აწყობს ნაციონალური მოძრაობის არსებობა იმ ფორმით, როგორიცაც დღეს ის არის და მისი ლიდერის იმ ფორმით, როგორიც დღეს ის არის. ნუ არ ეთანხმება ამ საკითხს, მაგრამ სანამ ახსნიდა თუ რატომ არ ეთანხმება ვადოს მოსაზრებას, ის კიდევ ერთხელ მეხუთეჯერ ახსენებს ვადოს მამას. რაფერი 9 წლის განმავლობაში არ მქონია შეხება ნაციონალური მოძრაობისგან, თქვენ განსხვავებით, მათ შორის ბრიტანეთშიც გისწავლიათ, მე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და უნივერსიტეტში აქ. მოდით ახლა ვილაპარაკოთ თუ რატომ არ ეთანხმება ქალბატონი ანი ვადოს. მოკლედ ანი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას კი ბატონო უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ იმ 9 წლის განმავლობაში რაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიამ საქართველოს როგორც ქვეყანა ჩამოაყალიბა და ყველაფერი გააკეთა ევროპული ინტეგრაციისთვის. ნია ამბობს, რომ ნაცია არ უდრის ქოსს, რაზეც ვადოსგან ისმენს, რომ სასამართლო ხო ერთი და იგივე იყო ნაცების დროსაც და ქოცების დროსაც. და ანისგან ხებულობს კიდევ ერთ პასუხს. ხე და აი როცა იძახიან რომ ერთი არიან, ერთი არ არიან და არასოდეს არ სასამართლო ხო ერთია. იმიტომ რომ შეცდომები იყო თქო ამბობ, მაგრამ ნახე რა არის, მამაშენს უფრო მეტი იქნებ ხმამაღლა სიტყვა რომ ამოეღო, იმაზე მურუსიძესა და ჩეჩალაძეზე. იქნება ხა ეკითხვა არ დაგესვა რა. ხო, კაი, აქ ანიმ არგუმენტირებულად მაინც მოახსენა ვადოს უკვე რომ მიშა მაჭავარიანი იყო ნაცმოძრაობის ლიდერი.